ბატონო გიორგი, მობრძანდით, თუ არ შეწუხდებით მაგიდასთან. ბატონი გიორგი გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი და საზოგადოებრივად ძალიან აქტიური ადამიანი, რომელმაც, როგორც წეგან აღნიშნე, მოიფიქრა მაშინ და მის კოლეგებთან ერთად წიგნები გამოსცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაატრიალა სააკაშვილის რეჟიმმა მინისტრ ლომაიასთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე დავიწყე ამ გამოცემების გაცნობა და კოლეგებს გაუზიარებ ძალიან მალე, იმიტომ რომ თითო ეგზემპლარი მქონდა და იქ თქვენ ძალიან კარგად ხსნით თუ რატომ ამოიღეს მიზანში პირველ რიგში სწორედ ეს უნივერსიტეტი, სწორედ ეს კერა ქართული პატრიოტიზმის, ტრადიციების შენარჩუნების და პროგრესის იმავდროულად და ის ადგილი, სადაც იყო სამჭედლო რეალურად. რატომ? აი ამასთან დაკავშირებით სასაუბროთ, გვაქვს პატივი თქვენ მოგისმინოთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, თუ არ შეწუხდებით, გაფრთხილების ტექსტს რომ მოაწეროთ, ხელი სადაც წერია, რომ განზრახს და განმარტების მოწოდება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, კითხვებზე უარი, პასუხისთვის თავის არიდება და ასე შემდეგ და შემდეგ შევუდგეთ საუბარს. მადლობა. ბატონო გიორგი, თუ არ შეწუხდებით, მთავარი კითხვის გარშემო რომ ჩამოაყალიბოთ თქვენი სათქმელი. მთავარი კითხვა არის რა? რატომ ამოიღეს მიზანში ნაციონალებმა, როცა ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველაფერი ქართული და მათ შორის პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ მწერალთა კავშირს რა დამართეს, ქალბატონი მაყოლა იყო მობრძანებული და გვაქვს სურვილი რომ აი ეს გავიგოთ და რაც თუ არის ახალგაზრდა თაობას აუხსნათ, რატომ იყო დარტყმის მთავარი საგანი არა რომელიმე სხვა უნივერსიტეტი, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამეცნიერო ინსტიტუტები, როგორც მტრული იმ მიზნისა, რასაც ისინი ისახავდნენ მიზნად, რომ რა მიზანი უნდათ მიეღწიათ და ხელს უშლიდა ვიღაცეები და რაღაცეები. აი ეს არის მთავარი კითხვა, რატომ? მოგახსენებთ, ქალბატონო, უპირველესად მოგესალმებით ყველა თქვენგანს. მადლობა ამ საკითხის განხილვისათვის, იმიტომ რომ ეს სისხლხორცეული საკითხია ყველა უნივერსიტეტელისათვის, ისაც კი გაუვლია ის გზა, რასაც უნივერსიტეტი ქვია. ის ამბავი, რაც ქალბატონმა ლიამ გვიამბოდა, ქალბატონი თამარის ამბავი, ერთი ეპიზოდია იმ დიდი უბედურებისა, რაც იმ ხელისუფლებამ დაატეხა თავს უნივერსიტეტს. შევეცდები სწორედ აი ამ კითხვით დავიწყო პასუხი, რატომ? ფაქტობრივად ეს არ დაწყებულა რევოლუციის დროს უნივერსიტეტისადმი ასეთი დამოკიდებულება. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და მზადდებოდა სხვათა შორის ძალიან ვერაგული გეგმა იყო შემუშავებული, რომელიც ძალიან კარგად შეასრულეს, ასე ვთქვათ, და ბარბაროსულად აღასრულეს ის დანაპირები, რასაც დაგვირდა ლომაია რომ მოვიდა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნაჯახით ამოუძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ეს მისი სიტყვებია და ეს დაიბეჭდა და დაიწერა იმ პერიოდში. საქმე ის გახლავთ, ბატონებო, რომ ესეც დაიწერა და ვიცით ამის შესახებ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დღიდან მისი დაარსებისა ეს იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაწესებულება. ეს იყო ის უნივერსიტეტი და ის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე დიდი უნარი.
ჩვენი უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი და ეკლესია. ეს სამი ინსტიტუცია იყო და თქვენ კარგად იცით, მწერალთა კავშირის შესახებ იყო საუბარი, დარტყმა მიიღო მწერალთა კავშირმა, საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას დღესაც ებრძვიან და საბედნიეროდ ვერაფერს აკლებენ და უნივერსიტეტი გაიმეტეს ძალიან. მოხდა ჯერ კიდევ 20-იან წლებში სხვათა შორის ანალოგიებია, ისტორია იმეორდებაო, ამბობენ და ძალიან საინტერესო ანალოგიური შემთხვევებია. 20-იან წლებში როცა ჯავახიშვილი მოიშორეს რექტორობიდან, გაკეთდა ზუსტად ისე, რაც გაკეთდა 2020 წელს. შეცვალეს დებულება, გადააყენეს ჯავახიშვილი, მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო ნგრევა უნივერსიტეტისა. არის ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი, ჩვენ ამ წიგნში ის დოკუმენტი მოვიყვანე. ბერიას წერილი არის, რომელიც არქივიდან ამოიღეს. ბერია ზემდგომ 28 წელს 10 წლის თავზე უნივერსიტეტის 10 წლის თავზე შინსახკომის უფროსი ზემდგომ ორგანოებს წერს, რომ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, იმიტომ რომ სტუდენტები განწყობილნი არიან ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომ კერპი არის ივანე ჯავახიშვილი, ისინი ივანე ჯავახიშვილის სიტყვას ისმენენ და ყვება იმაბობს, რომ საიუბილეო სხდომაზე ფილიპე მახარაძის შემოსვლა არავის არ აღუნიშნავს და ჯავახიშვილის ხსენებაზე დაინგრა დარბაზი. ეს ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ეს უნივერსიტეტი როგორც საფრთხე უნდა ჩვენ გავანეიტრალოთ. დაახლოებით ეს არის ბერიას მაშინდელი და დაიწყო კიდევაც შეტევა 10, 30 და 35 წლებში. ეს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ის სამწუხაროდ, რაც შეძლო ამ ხელისუფლებამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ეხლა მე რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა ჩვენი უნივერსიტეტის წინააღმდეგ შორტორმი. მოსამზადებელი ეტაპი ეს არის 2003 წლამდე, რევოლუციამდე. სხვათა შორის ეს ფაქტი, რომელსაც მე მოგახსენებთ, რომ 2003 წლამდე დაიწყო, დავით ზურაბიშვილმა აღწერა პირველად და დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში ნაციონალურ მოძრაობასთან იყო, შემდეგ გაერიდა მათ და დაწერა რა ხდებოდა რევოლუციამდე, რომ უნივერსიტეტის აი ამ დღეში ჩაგდება უნივერსიტეტის დანგრევა დაგეგმილი იყო და გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელს წერს ზურაბიშვილი. კანონი უკვე მომზადებული იყო, ის კანონი, რომელიც მერე მიიღეს და 6 ფაკულტეტი რომ უნდა დარჩენილიყო 22 ფაკულტეტიდან 2002 წელს ესეც გადაწყვეტილი იყო. ზურაბიშვილი წერდა აი ამას იმ დროს თავისუფლების ინსტიტუტის წევრი. და სხვათა შორის დებატე მაშინ შექმნეს ანტიკორუფციული რაღაც სამსახური, გიგი თევზაძე და გივი თარგამაძე იყვნენ დასპეციალებული, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის თემაზე. 2002 წელს ბრიფინგზე ტარდებოდა და იბეჭდებოდა 24 საათში გაზეთში ასეთი წერილები სათაურით. შავი საქმეები თეატრ ტაძარში, უნივერსიტეტი კორუფციის დაჭაობში იძირება და ასე შემდეგ. 2002 წლის აგვისტოში მე დამიკავშირდა კურიერის რუსთავიორი და კურიერის წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. ბარბენ მარგოლაშვილისა და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და თელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და მოგეთ უარყოფითი ყველანაირი კუთხით მე მქონდა მაშინ შეკითხვა ისეთ რომელიც კითხვებიც იქ უპასუხოდ რჩება, რომ ამ ხელა სივრცეში ორასამდე უნივერსიტეტი იყო 20-ზე მეტი სახელმწიფო. რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს. იყო ასეთი კითხვებიც, ვთქვათ, იმავე გადაცემაში, რომ თუ კორუმპირებულია ვიღაცა კვარის პირი არის კორუმპირებული, ხო? დავიჭიროთ, დავსაჯოთ, არ დგას საკითხი. მთავარია რა, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ უნივერსიტეტისა.
სახელი გაეტეხათ უნივერსიტეტისათვის და იწყება თქვათ რექტორის, პროფესორ მასწავლებლების, თვითონ დაწესებულების შესახებ აი ასეთი ჭორების გავრცელება. ეს გასაგებია, მე გაირკვა ისიც რომ ეს მეთოდი იყო მათი რომ თუ გაუტეხავს სახელს ეს ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ დაჩმორება ტერმინს თუ სახელს გაუტეხავს შეარწყვენ და ასე შემდეგ იულიამ ასე გამარჯვება. აი ეს პროცესი მიმდინარეობდა და ასე მოვედით 2003 წლამდე. 2003 წელს სხვათა შორის როცა ერთი ნაკადი წავიდა კრძანისისკენ რომ შევარდნაძისთვის მოეთხოვათ გადადექიო, მეორე ნაკადი წამოვიდა უნივერსიტეტში. ეს იყო თეა თუთბერიძე, ჭიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი ონიანი და ეს ისა მოადგნენ უნივერსიტეტს და მე ბოდიშ მოვუხდი დღესაც ბატონ როინ მეტრეველს იმ გამეორებისათვის შეძახილებით რომ როინა წადი უნივერსიტეტი ჩვენია. აი ასეთი ესე იგი იმ პროგრამაში იყო უნდა გადადგეს შევარდნაძე და უნდა წაიღონ უნივერსიტეტი. სხვათა შორის მაშინ მოხდა ის რომ ბატონმა როინმა დაწერა გადადგომა მოისურვა, მაგრამ მე საბჭომ აღარ დართუნება და დაბრუნდა ბატონი როინი. აი ასეთ დღეში ვართ. და გასაგებია უკვე რომ ეს განსაკუთრებით აქტიურობდა თეა თუთბერიძე და თელი მისი ჯგუფი და ძალიან ძიმე საყურებელი იყო ყველაფერი ეს. მაგრამ მდგომარეობა განსაკუთრებით გაართულა კანონმა. კანონი 2004 წლის გაზაფხულზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის პროექტი არ განიხილებოდა ფაქტიურად პროექტი რომ შევიდა პარლამენტში ვიცით და განხილვა არ იყო დაგეგმილი რომ გავიგეთ ბატონმა როინმა გამოითხოვა კანონი განსახილველად და საბჭომ განიხილა. აი ამას მოყვა შემდეგ უკვე აქამდე თუ შეფარული თუ დაფარული მაინც შეტევები იყო უკვე დაიწყო ღია ბრძოლა უნივერსიტეტის წინააღმდეგ. 27 სექტემბერს საბჭომ განიხილა კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. 3 საათიანი სხდომა იყო და მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გაკეთდა, რომ ასეთი კანონი დაღუპავს უმაღლეს განათლებას. მივმართეთ პარლამენტსაც მიმართა და პრეზიდენტ ცალკე გაეგზავნა წერილი. ეს არის 27 სექტემბერი. ამას მოყვა შტურმი უნივერსიტეტზე 28 სექტემბერს. პრეზიდენტი იმჟამად იმყოფებოდა ცხრუკვეთში, ზემოიმერეთში, დედულეთში და დილის საინფორმაციო საშუალებებში პირდაპირი ჩართვა გაკეთდა და დაიწყო ლანძღვა უნივერსიტეტისა. მაბადიეთ ლანძღვა ამ სიტყვების პირდაპირ, აი წითელი კომუნისტები, წითელი პროფესორები, კორუმპირებულები, ეს მერე ჩარეცხილი, მერე შეემატა ამ ლექსიკას და ასე შემდეგ. რომ ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა, აი ასეთი განწყობით. მეორე ფრონტი გახსნა ლომაიამ, კახა ლომაიამ მინისტრმა. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს უსინდისო, უსირცხვილო, კორუმპირებულები, გათახსირე. აი ამ სიტყვების პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენს მიმართ. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის. და მესამე ფრონტი, თუ შეიძლება ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პოეტი რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა და იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდში უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის, აი ცნობილი ახალგაზრდები ეს იყო ლაშა ბუღაძე, ლაშა ბაქრაძე, ცხრონებული ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის ჩატარდა სხდომა დაიწუნეს კანონ პროექტი და არც ერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. ეს არის რატი ამაღლობელის. სხვათა შორის განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, მე შევხვდით ჩვენ სამინისტროში მათ და ეს გაზეთი დაუდე მე წინ რატი ამაღლობელს და უთხარი, აი ეს არის ის.
სხვადასხვის ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ. რატი ამოლობელი გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ასე შემდეგ, რომ ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ. ასეთი ეხლა რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის იყო პრინციპულად მიუღებელი და რამას უნივერსიტეტი აღაშფოთა. კანონის მიხედვით უნივერსიტეტს უნდა მოეხსნებოდა სახელმწიფო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე და მას უნდა ეზრუნა თავისთავად ავადერჩინა სტუდენტთა შემოსავლით თუ სხვა საქმიანობით. სამეცნიერო სექტორი ფაქტიურად კანონის მიხედვით აღარ არსებობდა. მეცნიერის სიტყვა აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ცენზი, ასაკობრივი ცენზი. 65 წელი აკადემიური თანამდებობაზე 65 წელს გადაშორებული პროფესორი აღარ უნდა გაეჩერებინათ. ეს იყო ძირითადი. ერთი პუნქტი იყო სხვათა შორის, წეგან თქვენ ბრძანეთ ქართულთან დაკავშირებით და ქართულის მიმართ. ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებში სწავლების ენა იყო ქართული. უნდა იყოს ქართული. ეს პუნქტი ამოიღეს. საბედნიეროდ მოხერხდა შემდეგ ბრძოლით, რომ იმ პერიოდში ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ, თუმცა რაღაც დამატებითი განმარტებები, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა იყოს ქართული. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ საბედნიეროდ გუშინ პარლამენტმა მიიღო რამდენადაც ვიცი კანონი იმის შესახებ, კანონში შესწორება, რომ დამატება ქართული სავალდებულო, ეს კანონიც ეს მაშინ გააუქმეს, რომ სავალდებულო უნდა იყოს ქართული სწავლება და როცა ეს საკითხი კითხვა დავუსვით პირადად მე ვთქვათ შეხვედრისას განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს გიგი თევზაძეს თქვათ რა ხდება რაშია საქმე ასეთი პასუხი არსებობს ეს დაიწერა მაშინ არაერთგზის ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური ეს გიგი თევზაძის იმდროინდელი ერთ-ერთი სეპირი განმარტება გახლავთ რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე და სხვადასხვა გიგი თევზაძის დაიწერა ეს მაშინ ბატონო სადმე დაიწერა ეს ფრაზა აი უცნაური რა არის ბატონო სოზარ აი ისეთი რაღაცები გეთდებოდა მე მაგათ მოვითხოვე დოკუმენტი იმის შესახებ რატო გაუქმდა კათედრები დოკუმენტი არ არსებობს მოდის ზეპირი შეისა დავალება და კეთდება ახლა თქვა ჯოეს წაღარო თქვი რომ ნაჯახით ამოვძირკვავ ესეც ინტერვიუში გაეპარა ერთ-ერთ იმ ლომაიას დოკუმენტი ამისი არ არსებობს დოკუმენტი იმის შესახებ რომ გაუქმდეს სამეცნიერო სექტორი უბრალოდ თანხა წაიღეს გაუქმდა კათედრები არ არსებობს ისა როცა ვიკითხე თქვა რისმაბადი ლევან გორდეზიანი იყო რექტორის მოადგილე კათედრის გამგეებს ჩამოგვეჭრა კათედრის გამგეობის სარგო რაც იყო დამატებითი და ვიკითხეთ ეს რას ნიშნავს ლევან ერთად ბატონავთან დილდე მე თქვა რას ნიშნავს ეს კათედრები რა თქმა უნდა ამას ნიშნავს რომ რადგანაც კათედრის გამგის სარგო აღარ გეძლებათ კათედრა არ არსებობს დოკუმენტი გვაჩვენეს დოკუმენტი არ აქვს მივიღეთ მითითება და ასე შემდეგ ბატონო გიორგი ბოდიში გაგაწყვეტინეთ გავაგრძელებ რაც ბატონმა სოზარმა იკითხა გასაგებია რომ დოკუმენტი არ არსებობს იმისა რომ მაშინდელი დოკუმენტი რომ გიგი თევზაძემ თქვა რომ ისე უნდა გავაკეთოთ რომ საქართველოში სახელმწიფო ენა გახდეს ინგლისური მაგრამ თქვენ რასაც დღეს ჩვენს წინაშე ბრძანებთ ეს უკვე დოკუმენტია ამიტომ იქნებ თქვენ გაიხსენოთ სად გითხრათ ეს გიგი თევზაძემ და რომელი წელი იყო ბოდიში ვიხდი დავამატებ ბატონ გიორგი ბატონ გიორგი დავამატებ ნახეთ მოვინიშნოთ ეს ვინ ესწრებოდა ამას ნახეთ იმიტომ რომ ეხა ნახეთ ამაზე მოყვება ძალიან დიდი რეაქცია საზოგადოების და ინტერესი და სრულიად გასაგებია ხო ჩვენ ვართ ქვეყანა და ჩვენ ქვეყნის საზოგადოებამ ჯანსაღმა თაობამ დაიცვა ქართული ენა იმ დროს ესეც კარგად ვიცი ამას მოყვება ძალიან დიდი რეაქცია ნახეთ და იტყვიან რომ ისინი ხო იცით რასაც იტყვიან ეს არის ბოდიში და ბლეფი აბსოლუტურად ასეთი რამე არ თქმულა და რა სისულელია ანუ საიდან უნდა მოგვეტანა ან რატომ უნდა მოგვეტანა ამიტომ
უფრო მეტი კონკრეტიკა რომ ვიცით, ვინ ესწრებოდა ამას და თქვენს გარდა, აი ვინ დაადასტურებს რომ შეიძლება ისიც დაგჭირდეს მე ამ. როცა მოვიდა ეს ხელისუფლება, ერთდროულად ჩაატარა რამდენიმე მძიმე ღონისძიება ქართული ენის მიმართ. გაუქმდა ენის სახელმწიფო პალატა. გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული, ეს ხდება 2004 წლებში, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო კომისია ქართული ენისა. გაუქმდა პარლამენტში იყო ქართული ენის ქვეკომიტეტი. დაიხურა, გაუქმდა უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ქართული ენის სწავლება. დაიხურა ყველა სატელევიზიო პროგრამა იყო ჩვენი ენა ქართული ენა შეგვგული და კურთხეული და ეს რადიო და პროგრამა იყო და ასე შემდეგ. დაიხურა ყველა ჟურნალ გაზეთი ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, ქართული ენა არა ქართულ სკოლებში, სიტყვა ქართული რაღაც ასეთი გაზეთები გამოდიოდა. შემცირდა საათების სკოლაში, ცოტა მოგვიანებით პირველ კლასში ქართული საათებს გაუყვეს ინგლისურს. და როცა აი ამ საკითხ და ეს მაშინ სწორედ დაიწერა არაერთგზის და იმ დროინდელი ჩვენ აქ დოკუმენტებშიც გვაქვს წიგნებშიც არის ის გადმოწერილი იმ დროს დაბეჭდილი და წერილი რომ რატომ ხდებოდა ასეთი მასშტაბური შეტევა ამის პასუხად თქვა თავის დროზე და მე ეს შეკითხვაზე მე მას ვთხარი ეს ლომაიას ვკითხე ეს არის სამინისტროს პოზიცია თუ გიგი თევზაძის პოზიცია და რა თქმა მაშინ პასუხი ამაზე არ გაუწიეთ მეორე კითხვა დავსვი კიდე გიგი თევზაძე მაშინ თქვა რომ ჩვენ არ ვითანამშრომლობთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან კითხვა ასეთი იყო უპირველეს უმაღლეს სასწავლებელთან განათლების სისტემაში უპირველეს დაწესებულებასთან არ ვითანამშრომლებთ ეს მისი პირადი აზრია თუ სამინისტროს აზრი ამ შეხვედრას ესწრებოდა როცა ეს კითხვები დავსვი თავად მინისტრი მისი მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე ბელა წიფურია რატია მაღლობელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ესწრებოდნენ კიდევ მაღალჩინოსნები იყვნენ თანამდებობა მათი არ ვიცი გიგი თევზაძე და სიმონ ჯანაშია ეს კითხვა ამ კითხვაზე მე ეს დავსვი ოფიციალურად იქა კითხვაზე პასუხი არ ვიმიღია პროფესორებით ესწრებოდით უნივერსიტეტიდან იყო ჩვენთან ერთად იყო ფილოლოგი მე მგონი ავთანდილ თქვენ არ ბრძანდებოდით იმ შეხვედრაზე მიხეილ ქურდიანი იყო ჯემალ მებონია ფიზიკოსი თენგისანაძე სამწუხაროდ ისინი გარდაცვლილები არიან დღეს ჩვენ მოვთხოვეთ ლომაიას რომ მოსულიყო უნივერსიტეტში შეხვედროდა ჩვენ ამ გართულებულ სიტუაციაში მიგვიწვია იქ და მივედით დაახლოებით 6-7 კაცი ვიყავით. რომელი წელია, სადაც თევზაძე ეს არის 2005 წელი. 2005 განათლების სამინისტროში იყო შეხვედრა? განათლების სამინისტროში იყო შეხვედრა. ჩვენ ესე იგი ვითხოვეთ რომ მოსულიყო ჩვენთან რა ხდებოდა იცით ესე იგი როცა ის კანონის მიღების საკითხი დგებოდა 2004-ის ბოლოა მაბადია დეკემბერში კანონი მიიღეს მანამდე ხდება ესა და ნოემბერია თუ არა ვცდები და ჩვენ ლომაიამ მოისურვა უნივერსიტეტში შემოსვლა სტუდენტებთან შეხვედრა ეს ძალიან მძიმე საკითხი იყო სხვათა შორის არ უნდა ჩვენთან შეხვედრა ჩვენ გლანძღავდა და მოისურვა ყმარას აქტივისტებმა მოაწყვეს ორგანიზებული შეხვედრა ლომაიასის სტუდენტებთან სააქტო დარბაზში და ეს ძალიან მძიმედ დამთავრდა ეს სტუდენტები ლანძღავდა სტუდენტებთან ჩვენ გლანძღავდა რომ ეს უნივერსიტეტი უნდა გადავარჩინოთ ხელშია კორუმპირებულების ხელშია და აი ამის შემდეგ იყო რომ გააძევეს ასე ვთქვათ უნივერსიტეტიდან უკანა კარები და კიბიდე გაიყვანეს დაცვამ სხვათა შორის. აი ამ გართულებულ სიტუაციაში ჩვენ შეხვედრა მოვისურვეთ და მან თვითონ მიგვიწევდა აი იქ მოხდა ეს საუბარი მაშინ იყო. ეს იმ დროინდელ გაზეთებში ეს არის და ჩვენ ეს ჩვენ წიგნებშიც გვაქვს წერილებში, რასაც ეხლა მეტყვი რომ მე პირადად მე წერილი მივწერე ღია წერილი გაზეთ თბილისში დაიბეჭდა ნოდარ გრიგალაშვილს იქ მაქვს ეს ფაქტებით და ეს არის 2005 წელი
დიახ ოტიარ იოსელიანი ჩავრთეთ ესე ჟურნალისტური ხერხი იყო ვითომ გვიშველეთ რაღაცა ასეთი იქაც არის ეს ფაქტები იმ დროინდელ პრესაში დაფიქსირებულია კი ბატონო ესე იგი არსებობს დოკუმენტი ხო რაც მოგახსენეთ ახლა იმ დროიდან პრესაში ეს დაფიქსირებულია არაერთის მაგრამ უარყოფა იმისა რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს არსად არ წამიკითხავს არ გაუკეთებია არ გაუკეთებია თავის თავს. იქნებ ახლა გააკეთოს ცოცხალია და იქნებ რამე თქვა გიგითევზეზე. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში ეს რატომ აპირებდა ინგლისურის სახელმწიფო ენად ქცევას მაშინდელი განათლების სამინისტრო სააკაშვილთან ერთად. შემდეგ ბატონო გიორგი. შემდეგ ეს იყო თქვა დასაწყისი ეტაპი აი ამ ბრძოლებისა. დაიგეგმა რამდენიმე ხო ესე იგი როცა ის იმ გვემუქრება რომ ნაჯახით ამოვძირგვა ამ დროს აკეთებს მეორე განცხადებას ესეც იმ დროს იბეჭდება რომ მე შევქმნი ამბიციურ უნივერსიტეტს ამის ნაცვლად გილიაუნზე არ ლაპარაკი ილიას უნივერსიტეტი ეს ტერმინიც მისია ამბიციური უნივერსიტეტი და მე აჩუქეს კიდევაც გიგითევზაძის ის უნივერსიტეტი მოგეხსენებათ და დაიწყო ესე სამი ესე გაიხსნა ერთი ეს იყო სტრუქტურული შეტევა, სტრუქტურული რეორგანიზაცია, ანუ დარტყმა სტრუქტურაზე, მეორე ეს იყო სამეცნიერო სექტორის განადგურება და მესამე აკადემიური სექტორის განადგურება. აი მიზან მიმართულად დაიწყო სამივე ამ ეტაპის შესრულება. ეხლა სტრუქტურაზე როცა ვლაპარაკობთ, მოითხოვეს ფაქტობრივად იციან რა რომ როინ მეტრეველი არის ავტორიტეტული რექტორი, როინ მეტრეველი უნდა მოიშორონ. საბჭო არის ის, რაც რომ დიდი საბჭო 200-მდე კაცი იყო, ყველა კათედრის გამგე და ასე უნდა გაჩერდეს ამ საბჭოს მუშაობა. და მოგეხსენებათ 27-ში საბჭომ დაიწუნა კანონი, 28-ში შემოტევა დაიწყო სიტყვიერი სააკაშვილმა და ლომაიამ 28-ში როგორც ჩამოიყვანეს იტალიიდან ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე და 29-ში დანიშნეს პრორექტორად. და 29-30-ში და 1 ნოემბერს უკვე მოიწვიეს საგანგებო საბჭოს ხდომა და გადადგომაზე გააკეთა განცხადება ბატონმა ესრება სააკაშვილი ამ საბჭოს. და გადადგომაზე გააკეთა განცხადება ბატონმა როინმა. ეხლა მაშინაც დაიწერა მერეც ითქვა რომ რა ხდება რომ შეიძლება არ უნდა გაეკეთებინა არ და ეხლა ბატონი როინი მოგეხსენებათ გამოსტილი მოღვაწე გახლავთ და იყო ასეთი ფაქტი ცოტა მოგვიანებით ის ვინც აი ენის პალატა გააუქმა ლომაიამ ენის პალატა რომლის ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია იყო და 200-მდე კაცი მუშაობდა ამ პალატაში გამოაცხადა ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაიამ რომ მას უნდა დაენიშნა ერთ-ერთი ისტორიკოსი ამ პალატის ხელმძღვანელად გვარიც დაასახელა მაშინ და ლევან ღვინჯილია არ დათანხმდა მის შემოთავაზებას და რომ ვერ მოიშორა ლევან ღვინჯილია იმ თანამდებობიდან ენის პალატა გადაიტანა განათლების სამინისტროს და საერთოდ გააუქმა ენის პალატა და ახლა არის სანაცვლოდ გააკეთა ორკაციანი სამმართველო სამინისტროში. ამის მაგალითები სხვა შეიძლება დაეძებნოს, ამიტომ უნივერსიტეტისთვის რომ აეცილებინა ეს სერიოზული შეტევა, შემოტევა, თქვათ, გადადგა. და მოვალეობის შემსრულებელი ფაქტიურად ხდება შემდეგ რუსუდან ლორთქიფანიძე. უნივერსიტეტისათვის უცხო პიროვნება. მე დღესაც პატივისცემითა ვარ განწყობილი ქალბატონი რუსუდანის მიმართ, იმიტომ რომ ქალბატონმა არ ვიცნობდით მაშინ, მაგრამ ქალბატონმა რუსუდანმა, ასე ვთქვათ, ვერ გაამართლა მათი იმედები და ქალბატონ რუსუდანს ვერ გააკეთებინეს ის, რაც უნდოდა ლომაიას. ჯერ მანა ეს ეხება აკადემიურ სექტორს უფრო. მანამდე კი მოხდა ის, რაზეც აქ საუბარი იყო ქალბატონ თამართან დაკავშირებით. უნივერსიტეტი არ იყო საქმის კურსში, განათლების სამინისტროში დაიწერა ბრძანება და უნივერსიტეტს ჩამოეჭრა 1.800.000 იყო მგონი სამეცნიერო სექტორისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა.
სამეცნიერო სექტორი იგულისხმება სამეცნიერო კაბინეტ ლაბორატორიები და 2 თუ 3 ინსტიტუტი იყო მაღალი ენერგიებისა და მათემატიკის უნივერსიტეტში. აი ეს თანხა ჩამოეჭრა და გადაიტანეს სანათლების სამინისტროში. ისე რომ უნივერსიტეტმა თავის დროზე ეს არ იცოდა. მერე მივიღეთ ხელს აწერდა ბრძანებას ვინმე სამადაშვილი მინისტრის მოადგილე T სამადაშვილი გვარი არ ვიცი სახელი არ ვიცი ვერ გეტყვით და ეს სხვა ინსტიტუტები უნივერსიტეტებიდანაც წაიღეს თანხა მაგრამ ფაქტობრივად მოხდა ისე რომ თანხა ჩამოეჭრა დარჩა თანამშრომლები ერქვა და ხელფასი აღარ იყო მათი იმაში მოხდა ის უბედურება რაზეც აღარ იყო საუბარი ამით ფაქტობრივად ამ ერთი ბრძანებით გაუქმდა უნივერსიტეტში 100-მდე კაბინეტ ლაბორატორია. ეხლა ამას რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყოლოდა და მოყვა კიდევაც საერთოდ მეცნიერებისათვის რა სერიოზული დარტყმა იყო ეს ამაზე ბატონი ავთანდილი ალბათ უფრო უკეთესად იტყვის მაშინ მან მშვენიერი ნაშრომი გამოაქვეყნა ჟამი მეცნიერების გამოქვაბაგებისა მგონია. დიახ და ეხლა მარტო რას იმას ესე იგი რას ნიშნავდა ეს ბრძანება და დარტყმა 1500 კაცი თანამშრომელი მეცნიერი უშაკი დარჩა უმუშევარი დარჩა ხელფასის გარეშე ამ ერთი ბრძანებითა და ერთი დარტყმით ეს იყო პირველი სერიოზული დარტყმა აი შესმუქარის აღსრულებისა ეხლა მერე რომ ეს კაბინეტების გაუქმება რას ნიშნავს და ჩვენ აგერ ბატონი თენგიზბა იცის ვაჟა-ფშაველას კაბინეტი რომელიც უზარმაზარ საქმეს აკეთებდა ვაჟა შემოქმედებისათვის მე დავინტერესდი ამ დღეებში ის მასალა რაც ეკეთებოდა იქ გამოიცა ვაჟას ლექსიკონი მცირე ლექსიკონი უნდა გამოცემული იყო ვაჟა-ფშაველას სრული ლექსიკონი სიმფონია ლექსიკონი გამოვიდა 5 პოემა და ასე შემდეგ ყველაფერი ეს ჩაიჭედა ყუთებში და როგორც მითხრეს მგონი ლიტერატურის ინსტიტუტს გადაეცაო. დამთავრდა იქ ეს და ასია ის ყველა კაბინეტი. რუსთაველის კაბინეტი ილიას აკაკის ვაჟას გამსახურდიას ასეთ ჩემთან რაც იყო ფილოლოგი. ონომასტიკის ლაბორატორია რო იყო უზარმაზარი საქმე გააკეთა ონომასტიკის ლაბორატორიამ რაც აღწერა მთელი საქართველოს 70-იანი წლებიდან მოყოლებული ტოპონიმია, მიკროტოპონიმია, მაკროტოპონიმია და ასე შემდეგ. მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რაც უნიკალურია და ეს არის ჩვენთვის განძი თავისთავად. გაჩერდა ამ ლაბორატორიის მუშაობა და ასე შემდეგ. ეს იყო მავნებლობა რამდენიმე კუთხით. ერთი იმ ადამიანების მიმართ, ვინც უმუშევარი დარჩა და აღმოჩნდა იმ დღეში, ვისმა ზოგის გულმა აი ვერ გაუძლო, ვიღაცის გულმა გაუძლო, მაგრამ სად იჩენს თავს მერტმა არ იცის. და იმ საქმის მიმართ, რომელიც შეჩერდა მაშინ, ესაა სამეცნიერო საქმე. გითხარით კათედრები გაუქმდა გასაგებიათ შეამცირეს ფაკულტეტები პრინციპია გაუგებარი 22 ფაკულტეტი დაიყვანეს 6 ფაკულტეტზე მოიშველიეს საბაბად ბოლონიის პროცესი სხვადასხვის იმ პერიოდში დაიწერა 6 საინტერესო წერილი ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით ბოლონიის პროცესი იყო საბაბი და არავითარი ბოლონიის პროცესში ასეთი რამ არ ხდებოდა ეს იყო აკადემიკოს თემურ ნანეიშვილის, იურის მარიამ ცაცანაშვილის, მწერალ კოტე ჯანდიერის, დავით ზურაბიშვილის წერილიც იყო ასეთი და იყო გაგა შურღაიას, რომელიც არის ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორი და ვატიკანის მრჩეველი რაღაც საკითხებში ამ და არაფერი მსგავსი ბოლონიაში არ ხდება 23 ფაკულტეტი იყო ბოლონიაში ახ 6 ფაკულტეტი დაიყვანეს და დააბრალეს ბოლონიას და ბევრი სხვა რაღაცას თავისთავად ცხადია მხოლოდ განადგურების მისამართით ეს იყო და რაც მთავარია შემდეგ უკვე ეს ერთი დარტყმა მეორე დარტყმა სტრუქტურული მეორე ეს სამეცნიერო სექტორზე და მესამე დარტყმა ეს მზადდებოდა უკვე რასაც საკმაოდ ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა მოყვა ეს არის აკადემიურ სექტორზე შეტევა კონკურსების გამოცხადება ეხლა რა ხდება აი ეს მუქარა უნდა აღსრულდეს აკადემიური სექტორი
ცალკე ჩაატარეს იურიდიულ ფაკულტეტზე და სამწუხაროდ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარდა უხმაუროდ და სამედიცინო ფაკულტეტზე. სოციალურ ფაკულტეტზე და 4 ფაკულტეტი მოიტოვეს იქაც მცირე შესწორებით, რომ ისინი როგორც ჩანს პროტესტს არ აცხადებდნენ. და 4 ფაკულტეტის ეს არის ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური და სამედიცინო. უნდა გამოცხადებულიყო კონკურსებით. აი აქ იყო საჭირო როგორც ლომაია იტყო და კაცრი ხელი მათი და 3500 აკადემიური ადგილი იყო თანამდებობა ამ 4 ფაკულტეტზე. ლომაიამ გასცა ბრძანება გამოცხადებულიყო კონკურსი 700 ადგილზე, ანუ 2800 ადგილი უნდა გაუქმებულიყო. ეს ხდება 2005 წლის ნოემბერში. რუსუდან ლორდ კიფანიძე იმჟამად ჩვენ შექმნილი ქონდა საუნივერსიტეტო დარბაზზე ასეთი ორგანიზაცია, ერთად შევედით ვედავადონიათან, ქალბატონ რუსუდანთან და ვკითხეთ მართალია ეგ ამბავი. მართალია მიღებული ქონდა მას ის მითითება, რომ გამოეცხადებინა 700 ადგილზე კონკურსი, მაგრამ რუსუდანმა ბრძანა ქალბატონმა რუსუდანმა, რომ სანამ მე აქ ვარ, მე ამ დავალებას არ შევასრულებ. ეს არის ნოემბერი 2005 წლისა. 2006 წლის აპრილამდე შეძლო რუსუდან ლორდ კიფანიძემ არ შეესრულებინა ლომაიას ბრძანება და არ გაეუქმებინა 2800 ადგილი. 2006 წლის მარტში რუსუდან ლორდ კიფანიძე წავიდა მივლინებით გერმანიაში, ის გერმანიაში იყო მივლინებით, დაწერა ბრძანება, ეს მოვალეობის შემსრულებელად ითვლებოდა იმჟამად კანონის მიხედვით, დაწერა ლომაიამ ბრძანება და რუსუდან ლორდ კიფანიძე მივლინებაში ყოფი, ფაქტიურად მოხსნა და დანიშნა იმის ნაცვლად ხუბოა, გიორგი ხუბოა. ჩამოვიდა ქალბატონი რუსუდანი და შემდეგ ეს შედგა გიორგი ხუბოას წარდგინება უნივერსიტეტში 2006 წლის 7 აპრილი იყო, კარგად მახსოვს. თანაც უცნაურად მოხდა, დილიდან ტელევიზიები აცხადებს, რომ 4 საათზე მინისტრი მიაცილებს ხუბოას უნივერსიტეტში და მოვიდნენ 2 საათით ადრე, იმიტომ რომ იცოდნენ ამას პროტესტი მოყვებოდა. და ხუბოა ეხლა ცნობილი პიროვნება იყო იმ დროისათვის ჩვენში, იმიტომ რომ ის იყო პიროვნება, რომელმაც აკადემიაში, როცა მოისურვეს აკადემიის დაშლა და ინსტიტუტების გამოსვლა აკადემიის სისტემიდან, პირველი ინსტიტუტი, რომელიც გამოვიდა, ეს იყო სამართლის ინსტიტუტი, ხუბოა იყო იქ, ანუ პირველი აგური მან გამოაცალა მეცნიერებათა აკადემიას სისტემას და მერე მიყვოსყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მოულოდნელიც და ქონდა საუბრები, ქონდა მასთან შეხვედრები. თავარი რა არის ახლა? დაევალა მას, რომ გამოეცხადებინა კონკურსი 700 ადგილზე ამ 4 ფაკულტეტზე. რა ხდება? კონკურსის გამოცხადება იმჟამად იყო მათივე მიღებული კანონის დარღვევა იქნებოდა. ეხლა კანონის მიხედვით ის კანონი, რომელიც 2004 წლის ბოლოს მიიღეს, ავალდებულებდა ასეთ პროცედურას. შეიცვალა ნომენკლატურა უნივერსიტეტისა, პროფესორი, დოცენტი, მასწავლებელი, გადაკეთდა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი. კანონი ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო გადაყვანა ახალ ნომენკლატურაზე, მერე ახალ ნომენკლატურაზე გადაყვანილი შემადგენლობას, ანუ ძველ შემადგენლობას უნდა აერჩია წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები. ამ საბჭოებს უნდა მესამე ეტაპზე უნდა შეემუშავებინა დებულება კონკურსებისა და მერე გამოეცხადებინა კონკურსი. თან ამასობაში მას უფლება ჰქონდა რექტორის არჩევისა. ესე კანონი ასეთ პროცედურას ავალდებულებს. ახლა ამ პროცედურის მიხედვით ეს არ აძლევს ხელს ხელისუფლებას რატომ? გადაყვანა, ესე იგი, ეს კონკურსებს ატარებს ის შემადგენლობა, რომელიც იმჟამად იყო უნივერსიტეტში. ანუ
პროფესორი, დოცენტი გადაყვანილი იქნებოდა სრულ პროფესორზე და ასოცირებულზე, მერე ესენი აირჩევდნენ. ანუ ჩვენ ვირჩევდით საბჭოებს, ჩვენი არჩეული საბჭოები ისე მერე შეიმუშავებს დებულებას და ჩვენვე ვაცხადებდით კონკურსს. თუ ამათ დაიწყეს უკუღმა ბოლოდან კონკურსის გამოცხადება, იმიტომ რომ უნდა მაშინ ისინი ჩაატარებენ კონკურსს და ჩვენ გამოთიშული ვართ აი ამ პროცესიდან. ამას მოყვა საჩივარი. ფიზიკოსებმა იჩივლეს პირველად, რომ კანონის, სხვადასხვა ლოზუნგი იყო მაშინ, ძირითადი ლოზუნგი ჩვენი იყო ასეთი, ჩადარდეს ეს რეფორმა კანონის ფარგლებში. ესე იგი ჩვენ ვითხოვდით კანონის ფარგლებში რეფორმის ჩატარებას. ისინი მაინც აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს, აი ამგვარად. პირველი საჩივარი დააკმაყოფილა სასამართლო. ეს უკვე ხუბუას პერიოდია. გამოაცხადა ხუბუამ მაისში უკვე გამოაცხადა კონკურსი. ვიცი ამ საჩივარი მოყვა ამას პირველი საჩივარი და კანონი ისა დააკმაყოფილა სასამართლომ და საახსრულებლო ფურცელი მოვიდა უნივერსიტეტში. შესაძლოა ის თქვენ დაბეჭდილი გვაქვს აქ. იმჟამად გამოდიოდა საბჭო შეჩერებული იყო ოფიციალურად, მაგრამ ჩვენ შევიკრიბეთ საბჭოს წევრები. 100-ზე მეტი ყოველთვის ვიყავით და ქონდა საბჭოს ბიულეტენი. იმ ბიულეტენში გამოქვეყნდა ეხსა ფურცელი, საახსრულებლო ფურცელი. აღსრულების ბიურო ითხოვდა ხუბუასაგან შეეჩერებინა ის კანონი, მოეყვანა შესაბამისობაში, შეეჩერებინა ბრძანება, მოეყვანა შესაბამისობაში კანონთან და მერე გამოეცხადებინა კონკურსი. სურამდე 2-3 დღის მერე ეს შეიცვალა საახსრულებლო ფურცელის ეს ისა აღარ ითხოვს საახსრულებლო ბიუროს ეს გაქრა ეს ფურცელი და გაგრძელდა კონკურსები. აქ სხვადასხვა ამ წიგნებში არის ამის შესახებ. შევეცადე ყველა თავის იმ დროს რაც კი იბეჭდებოდა, რაც კი ითქონდა, რაც კი ოფიციალური ყველაფერი მოვაქცია ამ წიგნებში. იმისთვის რომ ეს დოკუმენტად ქონოდა და ჩატარდა კონკურსი. კონკურსის გამოცხადების დროს გვერდით დაიყენა ხუბუამ ქალბატონი მარიამ ლუთქიფანიძე, ზექალაშანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ჯუმბერ ჯუმბურიტ ეს ცნობილი და ასე ვთქვათ კლასიკოსები ჩვენი ცდერებისა და ამ ფონზე გამოაცხადა კონკურსი და იქვე უთხრა სხვათა შორის ზექალაშანიძემ აღმოჩნდა უხერხულ დღეში და ეს დაიბეჭდა გაზეთში. ქალბატონი ზექალას ეს შენიშნა იმ კონკურსებთან დაკავშირებით, რომ რატომ ჩაგვაყენეთ ჩვენ ასეთ უხერხულ დღეში. დიახ. ბატონო გია, თქვენ ამ ხალხის აქ შეგრებით ერთგვარად უხერხული სიტუაცია შეგვიქმნით. არ არის ეს ის ადგილი, სადაც შეიძლება სერიოზულ პრობლემულ საკითხებზე ბრძოლობა და ლაპარაკი. აცხადებს კონკურსებს ბრიფინგის ატარებს. ეს არის ფაქტის გამოცხადება. მთელი ის ცვლილებები, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა, ჩატარდა ერთგვარად ანონიმურად, ისე რომ ჩვენ ამ ცვლილებებში მონაწილეობის მიღებისა და აზრის გამოთქმის საშუალება არ მოგვეცა. ეს იქ ითქვა, მერე არაფერი ჩაიარა ამ ამბავმა და ამას მოყვა ის ცნობილი რამდენიმე პროტესტი, ჩვენ უკვე აღარ ვჩერდებით, რომ არ შეიძლება ჩატარდება ეს კონკურსი, დაინგრევა უნივერსიტეტი. 80% ამ 4 ფაკულტეტის აკადემიური სექტორის რჩება უნივერსიტეტს მიღმა. 20% მხოლოდ ცხადდება კონკურსი. და ამას მოყვა ის ცნობილი პროტესტი, მოვითხოვეთ შეხვედრა რექტორთან. ეს იყო 19 ივნისი 2006 წლისა. შეგრებილი ვარ დარბაზში რექტორატის გვერდით, არ გამოვიდა რექტორი ხუბუა. და გადაწყდა რომ ხვალ მიგიღებთ რამდენიმე წარმომადგენელს მოსალაპარაკებლად. ეს ის დღეა, როცა გადაწყვიტეს შემდეგ აი შეგრებილმა პროტესტის გამომხატველმა პროფესორ მასალებლებმა, რომ
ჩვენ დავრჩებით დარბაზში და დაველოდებით შეხვედრას და შეხვედრის შედეგებს. და ეს იყო 2006 წლის 19 ივნისი, როცა ხუბუამ პირველად შემოიყვანა უნივერსიტეტში პოლიცია. და არსებობს ამის კადრები, ხელგადაგრეხილი პროფესორები როგორ გამოყავს პოლიციას დარბაზიდან უნივერსიტეტიდან გარეთ. ეს იყო 19 ივნისი. 20-ში 4 საათზე შეხვედრა უნდა ქონოდა ხუბუასთან და შეუთვალეთ რომ ვისაუბროთ კონკურსის თემაზე. გადაწყდა შეხვედრა და ბატონი თენგისანაძე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარეობას დავთხოვეთ, ჯემალ მებონია, ბატონი ავთანდილი, მე და შოთა ვაშაკიძე. შოთა ვაშაკიძეს უარი უთხრა რექტორმა შეხვედრაზე, იმიტომ რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო და ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც და შევხვდით ჩვენ 4. პირველი რაც გვითხრა შეხვედრაზე, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენი რაც სურს ვისაუბროთ. ჩვენ გაოცებულები დავრჩით, გვეკითხებით რა ხდება? არა, კონკურსების საკითხი გადაწყვეტილია. უხმოთ ავდექით და გამოვედით. და გაგრძელდა პროტესტი. გაგრძელდა პროტესტი და ამას მოყვა შემდეგ აი ის ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაფკეტეს და ასე შემდეგ. ეს იყო როგორ? ვატყობთ რომ ჯერ არ არის საბუთების მიღება დაწყებული და ჩვენ კიდევ გონია რომ შეიძლება შევაჭეროთ ეს კონკურსების გამოცხადება და ეს საბოლოო დანგრევა უნივერსიტეტისა. და გადავწყვიტეთ საბჭოს ხდომა ჩავატარეთ 3-ში. საბჭოს ხდომა მიყავდა ბატონ თენგისანაძე, ცნობილი აკადემიკოსი, ფიზიკოსი. მე მომიხდა იმ საბჭოს ხდომაზე, ასე ვთქვათ, სიტყვის მოხსენებასავით მე გაკეთება და ჯემალ მებონიას, ეს ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ, რომელიც იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი 10 წლების მანძილზე, კათედრის გამგე, თხოვეთ რომ ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, თქვა და უნდა მოგვეთხოვა ხუბუასთვის დაეტოვებინა უნივერსიტეტი. მოთხოვნა იყო ჩვენი. ჩავედით ხუბუასთან კაბინეტში ამოთხოვით საბჭოს წევრები. ეს არის ის ცნობილი 3 ივლისი. არ ელოდა ხუბუ ამ ჩვენს წინადადებას და ამას მოყვა შემდეგ, მოგეხსენებათ, რაც მოყვა ჩვენ გამოიძახეს ისევ პოლიცია. გოგა გრიგალაშვილი იყო პოლიციის, საბადრო პოლიციის უფროსი, გეგეჯგური ახლა მახსოვს ვინც იყო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი და ისევ ძალის გამოყენებით ამ გამოგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან, შემდეგ ავედით დარბაზში, სააქტო დარბაზში და ვთქვით რომ პროტესტს გავაგრძელებთ ჩვენ, სანამ უნივერსიტეტს არ დატოვებს გია ხუბუა. და იქ მოხდა საოცარი რაღაცა, ეს ის საღამოა, მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია, 5-6 კაც ადგილამდეა იქ გაჭედილი და ჩაგვიკეტეს ტელეფონში გამოსასვლელი კარი, აჭედეს პოლიციის საბადრულო პოლიციით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კარი, კიბე, რომელთაც ჩამოდიოდა ქუჩაში და ჩვენთან ერთად იყო თითქმის ტელეპოლიტიკური სპექტრი იმდროინდელი. თელეგრამი გავათენეთ. არც წყალი, არც არაფერი საშუალება ჩვენ არ მოგვცეს. თოკებით ვეზით ამოქონდა წყალი ეს და როცა დაელაპარაკენ ხუბუას რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა, მან თქვა რომ ეს თქვენ ღობავთ პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია. აი ესეთი ის იყო და ამას მოყვა შემდეგ მეორე დღეს მე მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება რომ წვეთ პროტესტს და ვაგრძელებთ აქციას თქვა, იმიტომ რომ აღარ შეიძლება და იქ გაჩერება და ამას მოყვა შემდეგ მოგხსენებათ ჩვენი დაბარება პროკურატურაში, ჩვენზე 5 კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
თენგიზ სანაძე, აკადემიკოსი, პროფესორები ჯემალ მებონია, გიელა დოლიძე, ბატონი ავთანდილზე და ჩემზეს. მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს ხოლიგნებად, ასე ვთქვათ, გამოგვაცხადეს და სასამართლო და ასე შემდეგ. აი ეს პროცესები. ჩატარდა კონკურსები საბოლოოდ სამწუხაროდ და დარჩა უნივერსიტეტს მიღმა აი ეს საზოგადოება, რაზე ჩვენ ვამბობთ. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. შეიძლება კითხვები რომ დავსვათ? ბატონო. სააქტო დარბაზის ეპიზოდი არის ერთ-ერთი ყველაზე ძიმე და რომელიც ვინც ეს ერთხელ მაინც ტელევიზიით იხილა, გამორიცხულია რომ ის ეპიზოდი თვალებიდან ამოგივიდეს და მეხსიერებიდან. მაგრამ დრო გავა და ეს არ გვინდა რომ წაიშალოს. ამიტომ იქნებ ცოტა მეტი გითხრათ. რამდენი იყავით სააქტო დარბაზში? თქვენ ბრძანეთ რომ ერთი კარი დაგვიტოვეს, რომელიც ქუჩაში გადიოდაო, თუ სწორად გავიგე. ეს კარი პირდაპირ ქუჩაში ჩადიოდა და თუ ვინმემ გამოიყენა და რატომ არ გამოიყენა? თუ გქონდათ შესაძლებლობა, ვინც იქ ბრძანდებოდით და რამდენი ბრძანდებოდით, ამაზე უკვე გკითხეთ, რომ ან საპირფარეშოში ვინმე წასულიყო, სველწერტილთან წვდომა გქონოდა, რატომ დაგჭირდათ თოკებით წყლის ამოტანა ქუჩიდან? ვინმე ხომ არ გახდა ცუდად, სასწრაფო ხომ არ იქნა გამოძახებული და რამდენ ხანს დაყავით ჩაკეტილ მდგომარეობაში უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში? აი ეს რომ გითხრათ. ესე იგი, როცა ჩვენ პოლიციამ გამოგვიყვანა რექტორატიდან, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ აქცია გაგრძელებულიყო, იქ აღარ გვეძლებოდა საშუალება და გავსულიყავით სააქტო დარბაზში. ეხლა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი იცით, ორი მხრიდან ფოიეშია შესასვლელი და მე ორივე მხრიდან დარბაზში შევდივართ. როცა შევედით, აი იმ სართულზე იყო წყლის ფანტანიც, დერეფანში, სააქტო დარბაზის წინ და დერეფნის ბოლოს სველი წერტილები, ტუალეტები. ჩვენ სარგებლობ რამდენიმე საათის განმავლობაში ეს კარი ღია იყო, სააქტო დარბაზი არის 600-მდე ადგილია, რამდენადაც მე ვიცი, მთლიანად გაჭედილი სააქტო დარბაზი. არსებობს ამის კადრები ტელევიზიებში და ჩვენ გვეგონა რომ ესე იგი წყალი გვაქვს, იქ შესაძლებლობა არსებობს ჰიგიენისა და ასე შემდეგ და უცებ ატყდა ხმაური, როგორც ჩანს გამოიძახეს დამატებითი ძალები პოლიციისა. რა თქმა უნდა, ეხლა ამის გამოიძახა ხუბო, მაგრამ ახუბო არ არის ის კაცი, ვისი ბრძანებითაც დამატებითი ძალები მოვიდოდა. მაღლიდან არის, რა თქმა უნდა, ეს ლომაია ძირითადად ამ შემთხვევაში, რომელიც აი ამას კარნახობს ისა და ჯერ დერეფანში გამოსასვლელი კარი მოგვიკეტეს ძალით და დავჭით ფოიეში. შემდეგ როგორც ჩანს კიდე მოხდა მობილიზება ძალებისა და ფოიედან მთლიანად შეგვრეკეს, ასე ვთქვათ, სააქტო დარბაზში. ჩაიკეტა სააქტო დარბაზის, ეხლა სააქტო დარბაზი, ყველა მიცით, უნივერსიტეტის სააქტოში ორი კარია შესასვლელი აქეთ ფოიეს მხარეზე და მერე გვერდითი ორი კარი არსებობს კიდე, რომელთაც ასე დერეფანები ვით რო გაზდებს განზე. ეს მხარე და ის კარები ერთ ამოკეტეს და უბრალოდ რაღაც იქ იყო ფიცრები, რაღაც სტენდები გადაკეტეს, რომ ჩვენ არ მოგცემოდა საშუალება გამოვსულიყავით ფოიეს მხარეს. ეხლა დარჩებოდა როგორც თქვით ერთი კარი. ეს ერთი კარი იყო კიბე, რომელიც ჩადის მეორე კორპუსის მხარეზე გადის ის მხარე. იყო ცალმხრივი მოძრაობის კიბე ესა. ესე იგი, უფლება ჰქონდა ჩავსულიყავით, მაგრამ არ ჰქონდა ვინმეს უფლება შემოსულიყო იქ. პოლიცია გარედან შიგნით არავის უშევდა, ამით ცდილობდნენ ჩვენ რომ დაგვეტოვებდავშლილიყავით და დაგვეტოვებია უნივერსიტეტი. სხვადასხვა ეხლა იმ დაკეტვა წყალი რაღაცების ეს იყო იძულებითი მომენტი, რომ ჩვენ იძულებული გამხვდარიყავით დაგვეტოვებინა. გამორჩათ ერთი რამ, რომ მეორე მხარეს იყო ქვევით ჩასასვლელი კიბე, რომელიც ჩადიოდა პარმენ მარგლაშვილის კაბინეტში და იმ კაბინეტში იყო წყლის საშუალება და ჩვენ ეს
იმ ღამეს საიდუმლოდ შევინახეთ ეს ამბავი და ასე გადავრჩით. მეორე დღეს შუადღისას დაგვიკეტეს ესეც როგორც ჩანს გავქცეს ვიღაცა. და აღმოჩნდა ასე იყო ფაქტობრივად არანაირი გარედან შემოსვლის უფლება არავის არ ჰქონდა, ვისაც სურდა გადიოდა, ამიტომ ჩვენ როცა შემდეგ იყო საუბარი იმაზე რომ თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტი იყო ესა. და მე იძულებული გავხდით სწორედ ეს მოგვეტა მიზეზად რომ ჰიგიენური მოსაზრებით ჩვენ წვეთთ ამ აქციას და ვაგზელებთ პროტესტს. ეს იყო მხოლოდ. გასაგებია. შეკითხვები თუ არის? ბატონი ილია. ბატონ გიორგი, მადლობა ამ ისტორიისთვის, მობრძანებისთვის, ამის გახსენებისთვის ეს მნიშვნელოვანია. ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ფიქრობს იმაზე, რომ მომავალი გქონდეს უკეთესი და განათლებული. შეიძლება ითქვას, რომ ლომაიას ეს რეფორმა ალბათ თქვენ სწორად აღნიშნეთ, არ დაწყებულა იმ წუთას და ეს იყო რამოდენიმე შეიძლება წლის მომზადებული გეგმა, რომელიც მზადდებოდა წინა წლებში და უბრალოდ მან ეს ყველაფერი შეასრულა უკვე. მე მაინტერესებს, როდესაც ლომაიას ჰქონდა თქვენ აღნიშნეთ, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ჰქონდა და მას მოუწია გასვლა ამ შეხვედრიდან, რადგან იქ პროტესტი გამოთქვეს სტუდენტებმა მისი მიდგომების მიმართ, როგორიც მას ჰქონდა. ამას ხო არ მოყოლია რამე გაგრძელება ან რამე რეპრესიები ამ ფაქტთან დაკავშირებით? რეპრესიების რა მოგახსენოთ, ამას მოყვა რა, რომ სტუდენტობაში დაიწყეს უკვე ძებნა იმ ხალხისა, ვინცაც თავის საქმეს გააკეთებინებდნენ და ამის შემდეგ შეიქმნა რამდენიმე სტუდენტური ჯგუფი. ეს იყო თქვათ ცნობილი ჯგუფები არის თქვათ ეს პოკერიეს ჯგუფი და რამდენიმე ასეთი ჯგუფი იყო ასეთი კირკიტაძის ჯგუფი იყო და ასე შემდეგ. 10-მდე ჯგუფი იყო სტუდენტური, ვითომ სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაცია და უკვე ისინი ფაქტობრივად ასრულებდნენ მათ დავალებებს და ეს იყო. ზოგიერთი მათგანი სხვათა შორის გვარის მახსოვს ერთი ავალიანი იყო, ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, რო დამთავრდა ეს 2006 წლის ეს ამბები, გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა ქვემო ქართლში თუ სადღაც. აი ესენი, ვინც მათ ჯგუფის ხელმძღვანელებად ყავდათ იქა. ასეთი ის იყო. ზუსტად ეს არის რეაქცია და ის რეპრესია, რომელიც ფაქტიურად მაგ შეხვედრის შედეგებს მოყვა. ალბათ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სტუდენტებთან უფრო მკაცრი ხელი იყო საჭირო ალბათ და ამიტომაც შეიქმნა ეს. ერთ-ერთ სატელევიზიო დებატებში სტუდენტთა ორი მხარე დაუპირისპირდა ერთმანეთს რექტორის არჩევნები რომ იყო სტუდენტების კანდიდატი იყო მიხეილ ქურდიანი და სადა. მაშინ ერთ-ერთმა მხარემ თქვა რომ ესე იგი სამინისტროს დაფინანსებით ჩვენ ვიყავით წასული საგურამოში და პრეზიდენტთან მოგვიხდა 2004 წლის ბოლოს შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ლომაიას იკითხე რომ საგურამოში მიმავალ სტუდენტებს სამინისტროს დახმარება ფინანსური რაში დაჭირდათ 20 მალე ლარიღის მეთქი იქა და რა თქმა უნდა არაფერი უბრალოდ სამინისტრო აფინანსებდა ეს არ უარყოს მათ რომ სამინისტრო მისცა დაფინანსება სტუდენტებს რაღაც ჯგუფები თვითონ დააფინანსა. აი ეს ჯგუფები თქვენ რო აღნიშნეთ ფინანსდებოდა სამინისტრო და დაინტერესდა სააკაშვილი რას გეკითხებაო რა უნდაო და იმ აუხსნა სააკაშვილს სტუდენტებთან ჯგუფი მოვიდა და გთხოვა რომ საგურამოში გვინდა ჩასვლაო და გამოუყავით თანხებიო და ნუ ამას რა თქმა უნდა ღიმილი მოყვა ჩვენი იმიტომ რომ სამინისტრო თანხების გამოყოფა საგურამოში ჩასვლას არ უნდა დაჭირებოდა თითქოს ეს. გასაგები. თქვენ ასევე აღნიშნეთ რომ ქონდათ ლოზუნგი ჩატარდეს რეფორმა კანონის ფარგლებში. დიახ. თქვენი გადმოსახედით როგორ ფიქრობთ, მაშინ იყო რეფორმა გასატარებელი და რა იყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ამ რეფორმას უნდა მოეგვარებინა,
იმ კანონის ფარგლებში, რომელსაც თქვენ გულისხმობდით ამ რეფორმები დაიწყო ძალიან საინტერესო რეფორმები დაიწყო 90-იან წლებში ჯერ კიდევ ბატონი როინ მეტრეველის რექტორობის დროს. ბოლონიასთან ხელმოწერა შედგა იმ ბოლონიის პროცესის შესახებ საუბარი ამად დაიწყო, თორემ ბატონმა როინ მეტრეველი ჩასული იყო და იქ ბოლონიასთან შედგა ეს მოლაპარაკება და პროცესი დაწყებული იყო უკვე. ორსაფეხურიან სისტემაზე გადასვლა ეს რეფორმა უკვე დაწყებული იყო. სანამ ეს მოვიდოდა რევოლუცია მოხდებოდა. საუბარი იყო მისაღები გამოცდების პრობლემებზე და მისაღები გამოცდების შესახებ უკვე მუშაობა დიდი ხანია დაწყებული იყო, რომ გატანილი იყო მისაღები გამოცდები უნივერსიტეტიდან. ალექსანდრე კარტოზიას მინისტრობის დროს ბატონმა ალექსანდრე კარტოზიამ დაიწყო ამაზე ეს ორგანიზებულად, ოღონდ იქ იყო გათვლილი როგორ ის მოდელი, რომელთაც უნდა ჩატარებულიყო ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის გარეთ გატანილი გამოცდები, დაიწყეს მე-9 კლასიდან, მე-9, მე-10, მე-11 და შემდეგ უკვე ეროვნული გამოცდა, იმიტომ რომ ამ მოდელით უნდა წოდნოდაც გამოცდების პროცედურები უნდა წარმართულიყო სკოლაში, ასე იყო. ასე რომ ეს გასაკეთებელი რაც იყო დაწყებული ეს პროცესი. იმათ უბრალოდ გადმოწიეს რაღაც თარიღები და ასე შემდეგ, თორემ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პროცესები ეს ასე ვთქვათ, რეფორმა არ იყო, ან ვინმე წინააღმდეგი იყო. რეფორმის წინააღმდეგი არავინ არ ვარ და არ შეიძლება ყოფილიყავით, მაგრამ ეს არ იყო ეს რეფორმა. მე როცა სიტყვა რეფორმას ვყარო, ცხადია, აქ როცა ვწერ ბჭყალებში ვსვამ და გულისხმობ ანტირეფორმას და ცრუ რეფორმას, თორემ ეს არ იყო რეფორმისათვის რეფორმა. გასაგები. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. მადლობა ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. უბრალოდ პირდაპირ თქვით, რაც სხვათა შორის მონიშნული მქონდა და უნდა კითხვას ამაზე დამეს ვყვა და რაღაც კომენტარიც გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, რეფორმა იყო გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ძალიან დიდ მეცნიერებზე, რომლებიც ასწავლიდნენ მაშინ უნივერსიტეტში, იყვნენ ჩვენ სამეცნიერო ინსტიტუტებში და ბევრი მათგანი დღესაც აქ ბრძანდებით წარმოდგენილი და დღესაც არის ჩვენს აკადემიურ სივრცეში. ამის გვერდით იყო ბევრი რამე გამოსასწორებელი, მათ შორის იმ კორუფციაზე წყვილა არ იყო ლაპარაკი, იყო ნამდვილად კორუფცია, განსაკუთრებით მისაღებ გამოცდებზე და ამის მასზე თვალის დახუჭვა არ შეიძლებოდა და არც დღეს არ შეიძლება რომ ეს არ ვახსენოთ, მაგრამ თქვენ რომ ბატონი ალექსანდრე კარტოზი ახსენეთ, ეს რეფორმაც მისაღების რეფორმებიც მათ შორის იყო მომზადებული უკვე პრაქტიკულად ეს მომზადებული მოდელი აიღეს და განახორციელეს და ეს რაც გააკეთეს ის რაც დადებითია იმაზე პირიქით ენა როგორ მოგვიბრუნდება უნდა შევაქოთ და უნდა კარგი დავარქვათ, მაგრამ ამის გვერდით რაც მოხდა, რასაც თქვენ ყვებით, ეს არის უბრალოდ დანაშაული ქვეყნის წინაშე, კანონის წინაშე, მომავალი თაობის წინაშე. ორი კითხვა მექნება, ერთი ძალიან ისეთი ტექნიკური. როდესაც 5 პროფესორის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, რა მუხლით იყო აღძრული, მე რომ ადმინისტრაციულში და ხულიგნობაში გადაიტანეს, რა მუხლი იყო ხო არ გახსოვთ? ბატონო? რას გედავებოდნენ, აი რა მუხლით იყო საქმე აღძრული? სხვათა შორის, რატომ შეხვედით რექტორის კაბინეტში, რომ ჩვენ ძალით შევაღწიეთ რექტორის კაბინეტში? ეს ხდება დღის 4 საათზე. და მე იმ როცა მოხდა ეს პროკურორი იყო ვინმე დავით ხიზანაიძე. ის იძიებდა ამ საქმეს და იქა რომ ჩვენ სხვათა შორის იმაში წერია, პრეს-რელიზი გაავრცელა იმჟამად ლომაიამ, რომ ესენი შეიჭრნენ, იყვნენ გინებით რექტორს და ასე შემდეგ და ეს ადამიანები არ უნდა გავაკაროთ სტუდენტებს, ეს უნდა დავითხოვოთ ამ სივრცეს და ასე იყო ამაზე. და მე იმ დასკვნაში წერია, რომ გადაკვალიფიცირება როცა მოხდა, რომ არ აღმოჩნდა სათანადო მასალა იმისათვის, რომ ეს ჩვენი სისხლის სამართლისკა და ამიტომ გადაკვალიფიცირება მერე მოხდა. მერეც იყო საუბარი იმის შესახებ, ორი დღე მიდიოდა სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულზე, როცა უყვა იქ დაამატეს 9 გაგვიყვანეს უკვე იქ სასამართლო პროცესზე და წვრილმანი ხულიგანი ასეთი კვალიფიკაციით. აკადემიკოსი თენგიზ სანაძე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, პროფესორი
ჯემალ მებონია, თემურ ბახტაძე, პროფესორები არიან და მაია ნათაძე, ეს თქვენი მონამორჩები და ასე შემდეგ და გვედავებოდა რაზე რომ ჩვენ დღისით შევხვდით რექტორს ხუბუას და ვაგინებდით, ლანძღავდით აი ამ პირდაპირ ამ სიტყვებით და ასე შემდეგ და წვრილმანი ხული 100 ლარი მოგვისაჯეს. და სხვადასხვა ერთი ცნობილი ვახტანგ ტუსკია ფიზიკოსი იყო, მან თხოვა იქ რა ბოლოს რა სიტყვითო თქვენო ეს ასე ცოტა უცნაურად მიდიოდა სასამართლო და ერთადერთი ნუ გამიშვით უნივერსიტეტიდან ისევ რომ აი წვრილმანი მაინც ჩამოაშორეთ ჩემს ვალდებასო და ხულინგად მაინც გამიშვით წვრილმანი არა უთხრეს ეგრე რომ მოხდეს მაშინ სისხლის სამართლის დანაშაული იქნებაო და დავრჩით წვრილმანებად ასე იქიდან უყოლებული. ბატონი თენგიზი. აი ამ პროცესზე ბატონო გიორგი მოწმეებიც იყვნენ თქვენი წვრილმანი ხულიგნობისა. ვინ გამოიყვანეს მოწმეთ რომ ამ პროცესზე, ადმინისტრაციულ პროცესზე მოწმეებიც იქნებოდნენ, რომ თქვენ წვრილმან ხულიგნობას ჩადიოდით რექტორის კაბინეტში. ვინ გამოიყვანეს მოწმეთ ამ პროცესზე, რომ თქვენ იგინებოდით იქ და 1000 წვრილმან ხულიგნობას ჩადიოდით? რექტორის კაბინეტში ხო შესაძლოა გვიჩივლა სასამართლოში გია ხუბუამ და ლომაიამ. საჩივარი ემათ არც ერთი სასამართლოზე არ მოსულა ჩვენთან თავის დავაცხადია. არა მოწმეები ხომ აიყვანეს? მოწმეებად გამოგზავნეს დივანი, თქვათ რექტორის მდივანი და დაცვის თანამშრომლები და ასე შემდეგ. თვითონ ის ხელმძღვანელობა არა? თვითონ მოვითხოვეთ არა და ერთადერთი ეს იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო ცკიტიშვილი, ალეკო ცკიტიშვილი, ახლა რომელიღაც არასამთავრობოს ის არის ხელმძღვანელი. და ის იყო ძირითადად წარმართავდა ხუბუას პოზიციას, წარმოადგენდა იმ სასამართლო პროცესზე. სხვა ესეთი უცნაური სასამართლო პროცესი იყო. სხვადასხვა ერთი არის, აქ იყო სასამართლო, რადგან სასამართლო ვახსენეთ, პროცესი მიყავდა თეათადაშვილს, იყო ასეთი მოსამართლე. ეს იყო ქალბატონი, რომელიც დასპეციალებული იყო უნივერსიტეტის საქმეებზე. უფრო ადრე მოხდა ასეთი ამბავი, გია ხუბუა რომ მოვიდა უნივერსიტეტში რექტორად, პირველი ბრძანება, რომელსაც მან მოაწერა ხელი, ეს იყო გაუქმდეს ქართული ენის ინსტიტუტი. იმჟამად ფაკულტეტებზე შექმნილი იყო რამდენიმე ინსტიტუტი, 14 ინსტიტუტი არსებობდა. იმჟამად როცა მოვიდა კათედრები შეაერთეს და ახალი და ძველი ქართული ენის კათედრის ორი ბატონი ავთანდილი ახალი ქართულის კათედრა იყო მეძველისა. ამის ბაზაზე შეიქმნა ქართული ენის ინსტიტუტი. მოაწერა პირველი ბრძანება იყო გაუქმდეს ქართული ენის ინსტიტუტი. როცა შევედით და ვკითხეთ რატომ, გითხრა რომ შეცდომა დებულებაში, დებულება ზოგს საერთოდ არ ჰქონდა იმჟამად. და შევიტანეთ სასამართლოში საჩივარი. თადაშვილი იყო მოსამართლე იმ პროცესზე და არსებით განხილვაზე არ გაიტანა. დაზარალებული არავინ არ არისო. კი გაუქმდა ინსტიტუტი, მაგრამ თვითონ აი ესეთი ის იყო და აშორება ეს თადაშვილი წარმართავდა იმ სასამართლო პროცესს. ასე რომ დასპეციალიზებული იყვნენ მოსამართლე უნივერსიტეტის საქმეზე ამ შემთხვევაში. სწორად გავიგეთ ხომ რომ რექტორი ხუბუას ბრძანებით გაუქმდა ქართული ენის ინსტიტუტი. სწორად გავიგეთ? რექტორ ხუბუაზე ამბობდით რომ მან გააუქმა თავისი ბრძანებით ქართული ენის ინსტიტუტი? სწორად გავიგე რაც ბრძანეთ? ქართული ენის ინსტიტუტის უქმების ბრძანება როგორც ვინ გამოსცა? იყო ზევიდან. იმიტომ რომ ქართული ენის ინსტიტუტის გაუქმება შედიოდა იმგვარივე პროცედურა იყო ესა აქტს ვინ აწერს? რექტორმა. კი ბატონო. ფაქტობრივად ეს გაკეთდა იმისათვის რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელები ვიყავით ჩვენ ბატონი ავთანდილი და მე. და ამით ფაქტობრივად ჩვენ გამოგვაცალას ხელმძღვანელი თანამდებობა ასე ვთქვა. ბატონი სოზარი დაუბრუნდება მიკროფონს და მანამდე ერთი ძალიან პატარა კითხვა მაქვს. თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ, რომ წიგნის ენის პალატა წიგნის პალატაცაც არ დამართეს კარგი საქმე, მაგრამ ენის პალატაზე იყო საუბარი.
ენის პალატას უხელმძღვანელებდა ვიღაც ისტორიკოსიო და ეს რომ არ გამოვიდა, შემდეგ პალატა გააუქმეს. ვერ გვეტყვით, რომელი ისტორიკოსი იყო საუბარი. ენის პალატის ხელმძღვანელი იყო ლევან ღვინჯილია და ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა ასეთი რამ ლომაიამ ეს ჩემი ყურით მოსმენილი დაიწერა მერე კიდევაც რომ ენის პალატასო ჩვენ გადავიდანთ სამინისტროშიო და სამინისტროს დაქვემდებარებაში მანამდე იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში პრეზიდენტთან იყო და ბეჟან ჯავახიას დავნიშნავო პალატის ხელმძღვანელი ბეჟან ჯავახია ისტორიკოსი გახლავთ მაშინ იყო კიდევაც ამაზე საუბარი რა გაჭირვებაა საინსტიტუტში ბეჟანს ბატონ ბეჟანს პასუხს პატის ცემდა ვიცი ვინც არის მაგრამ რა გაჭირვებაა რომ ენის პალატის ხელმძღვანელი მაგრამ ასე ჭირდებოდათ და როცა ვეღარ მოიშორეს მე ხელმძღვანელი გააუქმეს საერთოდ პალატას გასაგებია მადლობა ბატონი სოზარი და უნდა ამოვწუროთ წეგან ეს ისტორიის ინსტიტუტი ყოველ შემთხვევაში ის ქართოლოგიის მიმართულება იყო არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ მართლა პატრიოტიზმის სამჭედლოდ და აღზრდა. ფილოლოგიის ფაკულტეტიც იგივე შეგვიძლია ვთქვა და ზოგადად ეს ქართოლოგიური მიმართულებები რაღაცას ორი ის ქონდა, ორი ბორბალი თითქოს რა ერთი იყო როგორც მეცნიერება და მეორე იყო რომ ისეთ დისციპლინებს სწავლობდნენ და ისეთ რამებს გადასცემდნენ სტუდენტებს, რაც მე აქედან გადაეცემოდა მთელ ქვეყანას და გარკვეულწილად ეს პატრიოტიზმის, სამშობლო სიყვარულის იმპულსები მიდიოდა მთელ ქვეყანაში. შეიძლება ძალიან რთული საპასუხო იყოს ახლა რასაც ვიკითხავ, მაგრამ ქალბატონი თეახშირად ამბობს ხოლმე ტერმინებს, რომ აი ნაციონალურ მოძრაობას როცა ახასიათებს, ეს იყო ანტიეროვნული, ანტიქართული რეჟიმი თავისი შინაარსით და აი სწავლებაში რამდენად აისახა ეს ცვლილებები თქვათ რაც რეჟიმის აი ამ ანტიქართულ ბუნებას წარმოშობს კი არა დაახასიათებს შინაარსში ამას უპასუხობ ერთს ვიტყვი რომ შემცირდა მეთქი მე ვთქვი 80%-ით უნივერსიტეტის აკადემიური სექტორი სხვა უნივერსიტეტებს შეეხო მხოლოდ 4-5% მაქსიმუმ. ეს უკვე გასაგებია, რომ მიზანმიმართულია ჩვენს მიმართ. ეხლა სწავლებასთან დაკავშირებით თავისთავად აისახება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერეთი ის კადრები ბევრი აი ცნობილი ეხლა თქვათ უნივერსიტეტში არ მიიღო კონკურსში, ჩვენს გარდა ბევრმა ისეთმა არ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, რომლის უნივერსიტეტიდან წამოსვლა ძალიან ძიმე იქნებოდა თვითონ სასწავლო პროცესში და აი ბატონ თენგიზის დამეთანხმება თქვა რევაზ სირაძე, კრივე ფარულავა, თენგიზ კეკაჩეიშვილი ესენი დარჩენ არ პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა. თავისთავად ცხადია ეს სასწავლო პროცესს ასეთი რამ აზიანებს. მე ვიცი სხვა ფაკულტეტებზეც რა მოხდა რომ საგნის წამკითხველები აღარ დარჩა, ტრადიციული საგნების წამკითხველები აღარ დარჩა და ეძებდნენ შემდეგ. აი ესეთი შემთხვევები იყო იქ. ძალიან ახლა ვთქვათ, როცა მეხუთედი რჩება და თანაც ამ მეხუთედში კი გამოცხადდა 7 სადგურზე, მაგრამ 7 სადგურზე შემოვიდა ბევრი გარედან და ვინც იყვნენ მათგან 10% აღარ დარჩა. მადლობა ბატონო გიორგი, ჩვენ დავიტოვებთ იმედს, რომ მანამ სანამ კომისია იარსებებს, ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება 5 ივლისს, ერთი თვეა დაახლოებით მანამდე დარჩენილი, რომ ჩვენ დავრჩებით თანამშრომლობის რეჟიმში თქვენთან და გარკვეულ ფაქტებზე შესაძლოა დამატებით ინფორმაციას მოვითხოვთ და დაგიკავშირდებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ახლა ბატონ ავთანდილ არაბულს დიახ ბრძანეთ. დავამატებ ერთს რომ სასურველია ალბათ თქვენგან რომ ასეთი რომ აი რა წახდა რა გაფუჭდა აღწერა მაინც გაკეთდეს თქვა იმ კაბინეტ ლაბორატორიებისა იმ მატერიალური ტექნიკური ბაზისა რამდენადაც მე ვიცი ეს ჯერ არ გაკეთებულა ასეთი რამე და
ესეც ალბათ ისტორიისთვის საჭირო ფაქტი და არა მარტო ისტორიისთვის. ძალიან კარგი რჩევა, ჩვენ ბატონ რექტორს ამჟამინდელს დავუკავშირდებით და თუ ეს შესაძლებელია ტექნიკურად, სურათის შესაქმნელად შეიძლება რომ ეს რამდენი რა წახდა რა გაფუთა. თუ არ არის გვიანი უკვე ტექნიკურად, ჩვენ ამას რჩევას გავიზიარებთ. მე ერთის მახსენდება თავის ქალები იყო ნახსენები და 3-4 წლის წინ კულტურის სამინისტრომ დავაფინანსეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკრეტულ ოთახში დასაწყობებული, ცუდი სიტყვა, მაგრამ ასე ქვია და იმ რამდენიმე პატრიოტის მიერ გადარჩენილი ეს თავის ქალების აღწერა და სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ, მოწესრიგებითი სამუშაოების განხორციელება. ეს, რა თქმა უნდა, პატარა წვეთია, მაგრამ ამით იმის თქვა მინდა, რომ 3 წლის წინ რომ ეს საჭიროება იდგა, ეს მოწმობს იმას, რომ შეიძლება არ იყოს გვიანი თქვენ მიერ აღწერის წარმოების შესახებ რჩევის განხორციელება. ჩვენ შევეცდებით ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა, თქვენც ასევე თუ გნებავთ, რომ გააგრძელოთ ჩვენთან ყოფნა თქვენი ნება, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის.